თორნიკე რიჟვაძე უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას აქვს ფილტვი დაზიანებული. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გუმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღის მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით. ახლა შალვა სუმბაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, სწორედ საუნივერსიტეტო კლინიკასთან იმყოფება. შალვა, გისმენთ. დამატებითი ინფორმაციის მოწოდება თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რთული იქნება, ვინაიდან სამედიცინო პერსონალი არც კლინიკის ადმინისტრაცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ახლა რა ვითარებაა და რა მდგომარეობაშია თორნიკე რიჟვაძე? ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალის კლინიკიდან, სადაც თავდაპირველად შეიყვანეს ცეცხლსასროლი ჭრილობით გულმკერდის არეში და სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე იმავე ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. ამის გარდა ჯერჯერობით ჩვენთვის კონკრეტული ინფორმაცია არ არის ცნობილი. მას შემდეგ მივიღეთ ასევე ინფორმაცია, რომ გადმოიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ვიმყოფებით ასევე დღეს დილიდან და ვცდილობთ გავესაუბროთ სამედიცინო პერსონალს, მოვიპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორია ამ წუთებში თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ ეტაპზე კომენტარი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ კეთდება. როგორც ვიცით, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჯერ კიდევ დილით გავრცელებული განცხადების მიხედვით, რომელიც როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ჩვენ ვცდილობთ კვლავაც კომუნიკაციას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან, მის ადმინისტრაციასთან და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რა პროცედურები, რა სამედიცინო მოქმედებები უტარდება თორნიკე რიჟვაძეს და ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას უკვე შემდგომ გამოშვებაში მოგაწვდით. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.